აშკარაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მთავარი თემა ტრამპის გზა, უფრო სწორედ კი 8 აგვისტოს მოვლენები იქნება. სამშვიდობო დოკუმენტის წინასწარი ხელმოწერიდან დაწყებული. ხელისუფლება ამაზე გააკეთებს აქცენტებს, ოპოზიცია კი რა ფორმასაც არ უნდა იღებდეს ის არჩევნებამდე, ასევე ბევრს ისაუბრებს ამაზე. და აი ამ დღეებშიც ამერიკელი კონგრესში გავრცელდა ინიციატივა, რომელიც 8 აგვისტოს შეთანხმებების დარღვევისათვის აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს. რთული სათქმელია, რას მისცემს ეს სომხურ მხარეს, მით უმეტეს, რომ ეს ინიციატივა არ ეხება არც ტყვეებს, რომლებიც კვლავ ბაქოში რჩებიან და არც სომხეთის ტერიტორიების ოკუპაციას. საუბარია მხოლოდ 8 აგვისტოს შემდეგ უკან არ დახევაზე. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში სომხური ინტერესების ინსტიტუციურად გამარტივებული ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურა, თუ არა ყველაზე გავლენიანი ჰაიდატი, ამ ინიციატივასთან არანაირ კავშირში არ არის. როგორც წესი, მსგავსი ინიციატივების უკან სწორედ ჰაიდატის ოფისი დგას. ახლა კი არა, მეტიც, ოფისი ამით განსაკუთრებით კმაყოფილი არ არის. რა არის ეს ინიციატივა?